Am წუთის მონაცემებით თავისუფალი ბიზნესების განცხადებას უკვე 350 ბიზნესმენი მყავს შეერთებული და მხარდამჭერი შესაბამისად საათობრივად იზრდება უკვე იმ ბიზნესების რიცხვი, ვინც ორმთავარ მოთხოვნას აყენებს. Პირველი ეს არის ხელახალი არჩევნები, ხოლო მეორე დაკავებულების გათავისუფლება ახალ წლამდე. მათ შორის მსხვილი კომპანიები უერთდებიან ამ მოთხოვნებს. მაგალითად სიაში ბოლო წუთებში გაჩნდა უკვე PSP, ასევე სიაში გვხვდება ბარამბო, ქარვასლა, სუპერი, ბაზარი ორბელიანზე, არგო, კურაციო, პალიტრა და სხვადასხვა კომპანიები და ასევე სიაშია მაგთიკომი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შეიძლება ითქვას ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც ოფიციალურად უკვე თავისუფალი ბიზნესების ვებგვერდის თანახმად შეერთებულია ამ მოთხოვნებს, ასევე GPI Holding იყო სიაში ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ მოთხოვნებს შეუერთდა და ჩვენ დღეს მათი წარმომადგენელი ღიად გვეუბნება, რომ შეუძლებელია კრიზისის დაძლევა მთავარი მოთხოვნების შესრულების გარეშე და მათ შორის არსებობს რესურსი იმის, რომ დაკავებულები გათავისუფლდნენ დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ეკონომიკისთვის ჩნდება ძალიან მძიმე რისკები, ახალი ინვესტიციები ქვეყანაში ამ კრიზისსა და ვითარებაში უბრალოდ არ შემოვა და შესაბამისად ეს ყველაფერი ისევ მოქალაქეებზე აისახება. შესაბამისად ახლა ბიზნესმენები ელოდებიან ქართული ოცნების მხრიდან პასუხს და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას. ქვეყანაში სტაბილურობის ხარდაჭერა ბიზნესისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სტაბილურობა გვჭირდება ბევრი მიზეზთა გამო, მაგრამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო გარემო შეიქმნას ისეთი, რომელიც არ დააფრთხობს, ესე რომ ვთქვათ, ინვესტორებს, ეს ერთი არის. მეორე არის, რომ ის გარემო, რომელიც ცოტა ისეთი აღელვებულია ხალხი, ახლა ამას ჭირდება დაწყნარება, მხარეები აუცილებლად უნდა დაждდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და რაღაცა კომპრომისი უნდა მოძებნონ. ეს ახლა პატიმრების გამოშვების გარეშე ფიზიკურად არ შეიძლება. დეესკალაციის მიზნებისთვის ეს ხალხი უნდა გამოუშვან, ამის რესურსი არსებობს ცალსახად, მაგრამ ხელახალი არჩევნები თუ არ იქნება მოცემულობა ესეთი ხომ, ეხლა რომ არ მოხდეს ხელახალი არჩევნები, რა უნდა ვქნათ მერე? ხო არ გადავაყოლებთ ახლა ქვეყანას ამ ყველაფერს, ხო? გილაპარაკოთ იმაზე, თუ რა არის ქვეყნისთვის კარგი და არა კონკრეტული რაღაც პოლიტიკური პარტიისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა არის ახალი რისკები და ახალი ბიზნეს ინვესტიციების შემოსვლის საკითხი შეიძლება დაგესტყის ნიშნის ქვეშ. და ის ახალი ძველი შემოსული რაც არის, ის უბრალოდ თავს ამოწურავს. მიგეთ, ჩვენ გვჭირდება ახალი. ჩვენ გვჭირდება ორმაგი ეკონომიკური ნიშნულების ზრდა, ნახტომისებური წინსვლა, რომ ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს. სიაში ფაქტობრივად ყველა ტიპის ბიზნეს ხვდებით, თუმცა მსხვილი ბიზნესებიდან არიან ისეთები, ვინც რჩებიან დუმილის რეჟიმში. რატომ გაჩნდა საერთოდ საჭირო თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის და ახალი გაერთიანების შექმნა? ამას გვიხსნიან ჩვენ თავად ბიზნესმენები და ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს ყველას უნდა დაერქვას თავისი სახელი, შესაბამისად საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას საქართველოს განვითარების გზაზე და მის მხარდასაჭერად და ვინ პირიქით ივანიშვილის რეჟიმის მხარეს მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაცევად. ეს სია და პლატფორმა კი ყველაზე მარტივად წარმოაჩენს ამ ყველაფერს. ბიზნესმენები ღიად საუბრობენ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჩნდება უკვე ქვეყანაში. მით უმეტეს 2025 წლის პირველი კვარტლისგან ელიან ძალიან მძიმე შედეგებს საზოგადოებაში გაჩენილი უნდობლობის პოლიტიკური კრიზისის ფონზე სულ უფრო შეიძლება გაღრმავდეს ეკონომიკური კრიზისი და ბიზნესმენები ამბობენ, რომ ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმის ეს ნაბიჯები. ბიზნესის გაერთიანება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბიზნესი დღეს გაყოფილია პოლიტიკური არასწორი მმართველობის შემთხვევაში ყოველთვის იყოფა, როცა ერთი პოლიტიკური ძალა მართავს, ქვეყანაში ინსტიტუციები არ არსებობს, მის გამოც უკვე პრობლემაა ინვესტიციების შემოდინება და ეს სიჩუმეც არის გამოწვეული იმისთვის, რომ ბევრს ეშინია მასზე მთავრობამ გარკვეული ბერკეტები არ გამოიყენოს. ბიზნესის ნაწილი, რომელიც ემსახურებით ამ ქვეყანას და დოვლადს ქმნით და გვინდა რომ ეს ქვეყანა სწორად განვითარდეს, გვესმება ეს ჭუჭყიანი წყალი, რომელშიც ჩვენ დღეს არ ვცურავთ და არ მონაწილეობთ. ყველას დაერქვას თავის სახელი
ბიზნესი ვინც დოვლაც ქმნის და ქვეყანას აშენებს, იცოდეს საზოგადოებამ ვინ არის და ის ქვეყანას ვინც დღეს პარსავს, ის იცოდეს ვინ არის. რამოდენიმე თვეში ეკონომიკა ჩამოგვეშლება და მთლიანად რომ ჩამოიშლება, ალბათ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს ვერ იგებს რა მოხდება, ისიც მერე გამოფხიზლდება, მოღონ იმ ორმოდან ამოსვლა ძალიან ძვირი დაუждდება მოსახლეობას. მართვის სადავებისაც უპყრია ხელს, ის არის პასუხისმგებელი. და კრიზისის ნიშნები უყურებთ ჩვენ ამას, მაგრამ უფრო მეტად ვფიქრობთ, რომ შემდგომი წლის პირველი კვარტალი დასაწყისი იქნება უფრო რთული, ვინაიდან თუ დაემთხვევა იმას, რომ ჩვენ ინვესტიციების კლებას უყურებთ ახლა შემცირებას ერთის მხრივ და მეორე მხრივ მოთხოვნის შემცირებას საქართველოში და განსაკუთრებით ისეთ აქტიურ სფეროებში, როგორიც არის უძრავი ქონება, როგორიც არის ტურიზმი და ეს მოახდენს, რა თქმა უნდა, გავლენას ზოგადად ეკონომიკაზე. გამოსავალი ბუნებრივია ჩვენ რო ვიძახით ახალი არჩევნები, სწორედ ესეთი ტიპის განმუხტვის საშუალებაა ხოლმე მათ შორის ეკონომიკისთვისაც. საათობრივად იზრდება იმ კომპანიების და ბიზნესების რიცხვი, ვინც უერთდება საერთო განცხადებას და მოთხოვნებს და ბუნებრივია მოლოდინი არსებობს, რომელი მსხვილი კომპანია გაბედავს დამატებით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას. საერთო განცხადებაში კი ძალიან მკაფიოა რა აქვს ბიზნესს სათქმელი. კრიზისი, რომელიც ქვეყანაში დღეს არის შექმნილი, გასცდა ყველანაირ პოლიტიკურ საზღვრებს და უკვე ქვეყანას ეკონომიკური საფრთხეების წინაშე აყენებს. ამის დეესკალაციისთვის კი ძალიან მკაფიოა ორი მოთხოვნა: ხელახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება.